პირველი დაკარგული პაციენტი. დიახ. გახსოვთ, ვინ იყო? როგორ არა. რამდენი წლის იყავით? 25. როცა პასუხისმგებელი რეანიმატოლოგი ვიყავი. ეს იყო ღვთისმშობლის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი და პირველი გარდაცვლილი პაციენტი. თქვენვე გაიგეთ, რომ მისი გული გაჩერდა თუ სხვა მკითხად? არა, მე თვითონ როცა მორიგეობა ცხოვრებაში არასდროს დარბაზიდან არ გავსულვარ და არ დამიწინია. აი წყალიც არ დამილევია მორიგეობის დროს, იმიტომ რომ იმ წყლის დალივის გამო შესაძლებელია საპირფარეშოში გავსულიყავი. და მე ის დრო დამეკარგა. და ამ დღეს, როდესაც მივხვდით, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, გამოხვედით პალატიდან და რა მოხდა? არ გამოსულა პალატიდან, მაგიდაზე დავჯექი და ვერ შევიკავი ჩემდა სამწუხაროდ თავი და ცრემლები წამომევიდა და იყო ერთი გამოცდილი ექთანი დიდხანს, რომელიც მუშაობდა რეანიმაციაში და მითხრა თუ შენ ასე გააგრძელე, შენ მოკვდები. შენ თუ ემოცია გამოხატებ ომს პაციენტის დაავადებასთან აუცილებლად წააგებ. ამიტომ ემოცია ჩემ და პაციენტ შორის ურთიერთობაში არასდროს არ გამომიჟღავნებია გარდა ერთი შემთხვევისა. ეს ერთი შემთხვევა? ეს ერთი შემთხვევა იყო შემთხვევა, როდესაც მე და ის ერთად ვდევრდით. ანუ დიაგნოზი როდესაც უთხარით? არა, მან თავის დიაგნოზი იცოდა. მაგრამ როგორც ყველას მასაც უნდა სიცოცხლის გაგრძელება და ჩემი როგორ გითხრათ მასწავლებელი იყო ეს ბატონი აი ვინც ცხოვრება ყველაფერი გამიკეთა და აღმოჩნდა თქვენი პაციენტი. და აღმოჩნდა ჩემი პაციენტი დიდი ხანი. რა დაავადება ჭირდა? სიმსივნა. და შემდეგ მოხდა ისე, რომ თქვენ და ეს ადამიანი ატირდით. ეს იყო სიტყვა დედა. დედა მან ახსენა? დიახ. რომელიც ცოცხალი აღარ ყავდა. არა, აღარ ყავდა.